ძღოლი, რომელმაც გარდაბანში 18 წლის გოგო იმსხვერპლამთვრალ მდგომარეობაში იყო, განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 33 წლის კაცი მსუბუქი ავტომობილით ქვით შეეჯახა, გოგო ადგილზე გარდაიცვალა. კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოკუპირებულ ახალგორში თამარ მიარაყიშვილის ხანდაზმული მშობლების სახლი უცნობმა პირებმა გაჭრიკეს და მათ ტელეფონები ჩამოართვეს. ეხო კავკაზას ცნობი ცხინვალის რეჟიმის მიერ გამოძევებული სამოქალაქო აქტივისტის მშობლების სახლში ოქროს ეძებდნენ. ჩამორთმეულ ნივთებს შორის აღმოჩნდა ძველი ფოტო ნეგატივებიც. ისინი ინტერესდებოდნენ სათმუშაობს მიარაყიშვილის ქალიშვილი, რომელიც ამჟამად ესპანეთში იმყოფება. თბილისში მოხალისესთან მიმოწერისთვის რუსეთში მოქალაქე დააკავეს, მას სამშობლოს ღალატს ედავებიან. გამოცემა მემორიალის ცნობით 43 წლის სვეტლანა ტოლკაჩევა 2022 წლის შემდეგ ვოლუნტირს თბილისის შემწირველი იყო. მას 2023 წელს საქართველოში ჩამოსვლაც უნდოდა, თუმცა კიბოს დიაგნოზის გამო ვერ მოახერხა. თუ ზელენსკი მზად არის პუტინთან შესახვედრად, ჩვენ მას მოსკოვში ვეპატიჟებით, თქვა პუტინის თანაშემწე უშაკოვმა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის და მასთან ტერიტორიული მთლიანობისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.